ბრაზე არ კონდეს. ეს არის ქვეყანა 13 წელია მართავენ ირაკლი ხა მოდი პირდაპირ ვთქვათ რა ესენი არიან 13 წელია ხელისუფლებაში არიან ყველაზე დიდი ხანია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს ხელისუფლება მართავს ამ ქვეყანას ამ პერიოდის მანძილზე ამ ქვეყანაში რა მოხდა მილიონი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან ამ პერიოდის მანძილზე შობადობის ინდექსი არის 1.7 ჩვენ მაყურებელს ვეთქვი რომ განახლების ინდექსი რასაც ქვია ეს არის 2.4 ანუ საქართველოში იმაზე მეტი ადამიანი კვდება ვიდრე იბადება ამ სტატისტიკით, ამ მონაცემებით 2050 წელს 3 მილიონზე ნაკლები იქნება ამ საქართველოს მოქალაქე ამ ქვეყანაში. ეს არის ქვეყანა, სადაც ყოველი მესამე ქალი, აი მარტივი სტატისტიკები ავიღოთ და მარტივი მონაცემები. ყოველი მესამე ქალი ამბობს, რომ ოჯახის რომელიმე წევრს მასზე უძალადია. აი ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ეს არის ქვეყანა, სადაც 70% ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელების, აი ამ 10 წლის, ბოლო 10 წლის სტატისტიკა არის. ეროვნულ გამსვლელზე ჩვენი აბიტურიენტების გამსვლელი ჩვენი აბიტურიენტების 70% მინიმუმ ერთ გამოცდაში ჩაიჭრა. ანუ ეს არის ქვეყანა, რომელსაც ვერც განათლებაში, ვერც სახელმწიფო ფინანსებში, ვერც ეკონომიკაში, ვერცად სიკეთე ვერ შექმნა. იქაც კი, სადაც ერთ-ერთ რეფორმას ვიძახი ხოლმე და ერთადერთი გეტყვი ერთხელ ძველ დროს ჯერ კიდე დებატები რო არსებობდა ამ ქვეყანაში, ვიღაცამ თქვა ერთს გეტყვიო. ვეუბნები რომ ერთი რეფთელი გადაცემ რიტორიკულად ვეუბნები რომ ერთი რეფორმა მითხარი მეთქი და ერთს გეტყვი აღარ მახსოვს ვინ იყო მეგობარ ბოჟაძე. ერთს გეტყვიო. საყოველთაო დაზღვევა. საყოველთაო დაზღვევის პირობებშიც კი, რომელიც არის კოლოსალური დანახარჯი ჩვენი ბიუჯეტისთვის. აუტოპოკეტ დანახარჯები აღარ არის საყოველთაო. უკვე საყოველთაო აღარ არის. და მაგის მიხედვითაც მილიარდობით ლარი რო იხარჯება ბიუჯეტიდან, აუტოპოკეტ დანახარჯები, ჯიბიდან დანახარჯები ჩვენი თანამოქალაქეების შეადგენს 50% საერთო დანახარჯების ჯანდაცვაში, რაც აი საერთაშორისო მონაცემებს რო შევხედოთ, კატასტროფული მაჩვენებელია. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ბოლო 5 ელში შევდივართ. აი ესეთი ქვეყანა